ვინც აქციაზე დგას, ომი რომ იყოს, გაიქცევიან. ხო ეს ფრაზა გამიგია აქამდეც და ერთ რაღაცაზე მიფიქრია. ანუ ესეთი ფრაზა არსებობს, გამოთქმა ჯარში, რომ ჯარში ზოგადად საზოგადოებაში, რომ ომი ყველაზე მეტად არ უნდა ჯარისკაცს. ჩვენ ყოველდღიურად რაღაც ჩვენი საქმიანობა გვაქვს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვართ და ომზე და ომის საშინელებაზე შეიძლება დავფიქრდეთ ხოლმე რამდენჯერმე და ვიცით ეს რა არის, გააზრებული გვაქვს და ვიცით რომ არ გვინდა. კიდევ უფრო მეტად არ უნდა იმ ადამიანს, რომელიც ბევრს ფიქრობს ამაზე და ეხ ჯარისკაცს ვერავინ ვერ ეტყვის იმას, რომ შენ გეშინია და მაგიტო არ გინდა, ხო ის ადამიანი თავის ნებით წავიდა ჯარში და ამ პროფესიის ადამიანია, თუმცა ყოველდღიურად ფიქრობს იმაზე, რა საშინელება შეიძლება მოუტანოს ამ ყველაფერს. მე ის ადამიანები, რომელსაც რუსთაველზე ვხედავ, ჯარისკაცებად მიმაჩნია ამ ქვეყნის, რომელიც უკვე ამდენი დღეა უწყვეტად თავის ცხოვრება გადადეს გვერდზე და ყველა იმ შესაძლო გაგრძელებაზე ფიქრობენ, რაც შეიძლება მათ პროტესტს მოყვეს. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია სამეგობროში თუ უფრო ფართო სივრცეში ჩვენ კონკრეტულ ქმედებებს რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მასშტაბით რა შეიძლება მოყვეს და ყველა საგარეო ფაქტორს ვითვალისწინებით, ანუ ხშირად აღქმა აქვთ ხოლმე ადამიანებს, რომ ის რომ მაგალითად აქ რაღაცა თავისუფლება მოხდება და რუსეთი შეიძლება შემოვიდეს, ესეთი ფაქტორი აქვთ ხოლმე ჩართული, ჩვენ შეიძლება ეს ვერ ვიფიქროთ, ხო? ანუ გაცილებით უფრო რადიკალური შეიძლება ყოფილიყო გამწარებული ადამიანები რუსთაველზე, რომელსაც წინა დღეებში დაძმები უცემეს, გაუსისხლიანეს, აგინეს, მერე ისე დააკავეს, რომ არ იცოდნენ სად იყვნენ და მეორე დღეს გამოდიხარ გამწარებული ადამიანი და კიდევ ვიღაცა მოდის, რომ კიდე შენ გცემოს. შეიძლება გაცილებით უფრო რადიკალურად მოქცეულიყავი, მაგრამ ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ იცი რა შეიძლება მოყვეს ომს, რა საშინელება არის ომი და რა საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაინც ვარჩევდით და ვარჩევთ დღემდე ისეთ ცივილურ და დემოკრატიულ გზებს პროტესტისა, ხო? ხო და საბოლოო ჯამში თუ ვინმე იომებს, 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ იქ იომებს ის ხალხი, ღმერთმა გვაშოროს და ღმერთმა დაგვიფაროს და ამას სიმართლე რო გითხრა პერსპექტივაშიც ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება თქვა ომში ჩავება და აღმოჩნდეთ თუ ისე ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა არ გადაწყვიტა რომ უბრალოდ გამოგონილი მიზეზით შემოვიდეს. ხო, წინააღმდეგში ხო, იმას ვამბობდი, რომ ერთად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, ვისაც ფიზიკური შესაძლებლობა ექნება, რომ იომოს, აუცილებლად იომებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ვინმეს ომი უნდა. პირიქით, ის ადამიანები, ვინც ფიქრობენ ყოველდღიურად რა არის ქვეყნისთვის უკეთესი და ესეთი არის იქ ყოფი ადამიანების 99%, მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ომი არ გვჭირდება და რომ ომი არ უნდა მოხდეს არც ერთ შემთხვევაში, ხო? და ანუ ეს რაღაცა პროპაგანდის მთავარი ლაიტმოტივი რაც ქონდათ, რომ ჩვენი ომი გვინდა, ეს არის სრული აბსურდი და სრული ტყუილი.